საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის ინიციატივით ჩატარდა, მხარეებმა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც 2024 წლის მარტიდან შევა ძალაში. ევროკავშირის მოწვევით შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ექსპერტი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებში, რომელმაც მხარეებს ლატვიის გამოცდილება გაუსიარა. Თავზე მნიშვნელოვანი გახლავთ ეს შეხვედრა, რადგან ყველა აქტორი, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ესევე ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები მომზადებული შევხვდეთ 2024 წლის 1 მარტს, როდესაც ამოქმედდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი. ამ ღონისძიების მთავარი თემა არის მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი და გავლენა, რომელიც მას აქვს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებზე, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და უსაფრთხოების სხვა უწყებები, რომლებზეც ექნებათ გავლენა ამ ახალ კანონს. როგორც იცით, პერსონალური მონაცემების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მოქალაქეებისთვის, მთელი საზოგადოებისთვის. ახალი კანონი იძლევა გარკვეულ ინსტრუმენტებს და უსაფრთხოების სფეროს ინსტიტუტებმა უნდა იცოდნენ თუ როგორი იქნება ამ კანონის გავლენა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ჩავატაროთ ბრიფინგი ახალი კანონის, მისი ახალი ასპექტების შესახებ. ჩვენ გვყავს ექსპერტი ლატვიიდან, ლატვიის მონაცემთა დაცვის ოფისის დირექტორი, რომელიც გააზიარებს თავის გამოცდილებას და ქართულ ინსტიტუტებს მიაწვდის საუკეთესო პრაქტიკას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ასევე არის მნიშვნელოვანი საკითხი ევროპული დაახლოებისთვის, ევროკავშირისკენ გზაზე, რათა მოხდეს იმ სტანდარტების გამოყენება, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს.